მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი. დღეს არის 1 დეკემბერი და 22 დეკემბრამდე, ვთქვათ, 21-22 დეკემბერი, სადაც არის ყველაზე გრძელი ღამე, დარჩენილია ზუსტად 21 დღე. ჩვენ შეგვიძლია სიმბოლურად გამოვიყენოთ ეს 21 დღიანი პერიოდი იმისათვის, რომ სწორად დავასრულოთ 2025 წელი. ისეთნაირად, რომ 2026-ში წამოვიღოთ მხოლოდ პოზიტიური, იმისათვის, რომ განვეწყოთ შემდეგი წელიწადისთვის და ზოგადად შემდგომი ცხოვრებისთვის გაცილებით უფრო პოზიტიურად, გაცილებით უფრო რესურსულად და საამისოდ 21 დღის მანძილზე ვაპირებ ესეთი პატარ-პატარა ეთერების გაკეთებას, პატარა მცირე გააზრებაზე უფრო მიმართული დავალებებით, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო რესურსულად შევიდეთ მომავალში. იმიტომ რომ ძალიან სიღრმისეულ დონეზე, ჩვენ ფსიქიკას არქეტიპულ დონეზე მაინც ახდოს, ასე ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი მომენტი წელიწადის ის დრო, როდესაც იბადება ახალი მზე, პირობითად ასე დავარქვათ, და ხდება, ასე ვთქვათ, დღის მატება. და შესაბამისად, ეს ზუსტად ეხლა ამ პერიოდის წინ არის ის მომენტი, როდესაც ძალიან სასარგებლო იქნება გამვლილი ცხოვრების გაანალიზება, არა მარტო გამვლილი წელიწადის გაანალიზება, ზოგადად გამვლილი ცხოვრების გაანალიზება, იმისათვის, რომ გავაკეთოთ აქედან ყველაზე სასარგებლო, სწორი და ფუნქციონალური დასმები. შესაბამისად, შემდეგი 21 დღის მანძილზე გთავაზობთ მონაწილეობას ესეთ თავისებურ, ამას მარათონს ვერ დავარქმევ, არის ის შემზადების პროგრამა შემდეგი წლისთვის. და დღეს მინდა რომ დავუთმოთ დღევანდელი დღე ჯანმრთელობის თემას, ხო? იმიტომ რომ ამაზე დგას ყველაფერი, როცა ჯანმრთელობა არ გაქვს, ყველაფერი დანარჩენზე საუბარი ხანდახან ზედმეტი ეხება. შესაბამისად, ჩვენ დღევანდელი ამოცანაა გავაანალიზოთ ჩვენი ჯანმრთელობის აქტუალური მდგომარეობა. ჯანმრთელობა ეს არის არა მხოლოდ დაავადებების არარსებობა, როცა არაფერი არ გაწუხებს, ასევე ეს არის, ასე ვთქვათ, თქვენი ძალების მარაგი. რამდენად გრძნობთ თავს ენერგიულად, რამდენად გრძნობთ თავს, ასე ვთქვათ, ძლიერად. და ამ კუთხით მე გთავაზობთ, რომ გავაკეთოთ ესეთი მცირე ანალიზი. შევადგინოთ რამდენიმე სია წერილობით. ესე იგი, პირველი სია, აქ ჩამოვთვალოთ ყველაფერი ის, რითიც ვართ კმაყოფილი საკუთარი ჯანმრთელობის, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით, ხო? რა გვაქვს კარგ ფორმაში, ასე ვთქვათ, ხო? ასე ვთქვათ, რისთვის ვართ საკუთარი ორგანიზმის მადლიერი, საკუთარი დისციპლინირებულობის მადლიერი, შეიძლება საკუთარი გენეტიკის მადლიერი და ასე შემდეგ. ჩამოვწეროთ პირობითად ყველაფერი ის, რაც საკუთარ ჯანმრთელობაში გვაკმაყოფილებს, მოგწონს, ასე ვთქვათ, და გვინდა ამის შენარჩუნება. შემდეგი სია, ეს არის ყველაფერი ის, რის შეცვლასაც ვისურვებდით უკეთესობისკენ, ხო? მეორე სია არის ის, რა გინდათ შეცვალოთ, სად გსურთ, ასე ვთქვათ, ტრანსფორმაციები ამ თვალსაზრისით. და როდესაც ამ ანალიზს გავაკეთებთ, შემდეგ გავაკეთოთ ესეთი საინტერესო სავარჯიშო. 1-დან 10-მდე შეაფასეთ, ასე ვთქვათ, საკუთარი ჯანმრთელობის რესურსულობა. ხო, რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ცხოვრების აი ამ ასპექტით, ამ სფეროთი. შემდეგ დავხუჭოთ თვალი და წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს წინ პირდაპირ ხედავთ საკუთარ თავს, რომელიც არის ოდნავ უფრო ჯანმრთელი, ოდნავ უფრო ენერგიული, ოდნავ უფრო მიმზიდველი, ვიდრე ჩვენ ახლა. კარგად წარმოვიდგინოთ, დავაკვირდეთ, როგორი სახის გაუმეტყველება აქვს, როგორ დგას, როგორ მოძრაობს, როგორ ჟღერს მისი ხმა და შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ შევედით, ასე ვთქვათ, ზედმოირგეთ ეს უფრო ჯანმრთელი და ენერგიული ვერსია საკუთარი თავის და მივეცით საშუალება საკუთარ სხეულს, რომ ეს იგრძნოთ. შემდეგ
წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს წინ დგას კიდევ უფრო ჯანმრთელი, კიდევ უფრო ენერგიული, კიდევ უფრო მიმზიდველი ვერსია ჩვენი თავის და აქაც შევაბიჯოთ, ასე ვთქვათ, აქაც ვიგრძნოთ ეს შინაგანი მდგომარეობა, მოვირგოთ და როდესაც ეს ვიგრძელით, წარმოვიდგინოთ კიდევ ერთი ვერსია საკუთარი თავის, კიდევ უფრო ჯანმრთელი, კიდევ უფრო ენერგიული, კიდევ უფრო მიმზიდველი და მანდაც შევაბიჯოთ, მოვირგოთ Z და შემდეგ ამ მდგომარეობიდან ცოტა ხანი ვიფიქროთ, ვიოცნებოთ, გავიაზროთ ის პოზიტიური ცვლილებები ჯანმრთელობის კუთხით, ენერგიულობის კუთხით, საკუთარი ფიზიკური ფორმის კუთხით, მიმზიდველობის კუთხით, რაც ვსურს, რომ ჩვენს ცხოვრებაში განვახორციელოთ და აქ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ჩამოვთვალოთ ეს, ასე ვთქვათ, შინაგანი დიალოგის დონეზე, არამედ ვიზუალურადაც კარგად წარმოვიდგინოთ ეს ცვლილებები, რადგან ჩვენი შემოქმედებითი ნაწილი, ჩვენი გონების ძალიან კარგად აზროვნებს ვიზუალური სურათების მეშვეობით. ანუ მის საყვარელი ენა არის ვიზუალური ფერადი სურათები. როდესაც ამას კარგად წარმოვიდგენთ, ხო, ჩვენი გონებისთვის უფრო გასაგები ხდება რა მიმართულებით გვსურს რაღაცა შევცვალოთ ან შევქმნათ. დღეისათვის სულ ეს არის, ეს კონცენტრირდეთ ჯანმრთელობის თემაზე. შეგიძლიათ გაუზიაროთ ეს ვიდეო მათ, ვისაც ასე ვთქვათ, ჭირდება ამ მომენტში მხარდაჭერა, ვისაც ჭირდება ცხოვრების განახლება და თვალ, ასევე დღის მანძილზე დავდებ შემდეგ ვიდეოს ამ ციკლიდან, ამ 21 დღიანი ციკლიდან და თქვენი, ასე ვთქვათ, საქმეა, რომ უბრალოდ უყუროთ, გაიაზროთ და შეძლებისდაგვარად ის მცირე სავარჯიშოები, რასაც შემოგთავაზებთ რაღაცა ვიდეოებში, ისიც გავაკეთოთ. გისურვებთ კარგ დღეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და მომავალ შეხვედრამდე.